ამას შეხედეთ რა მხელა. ნელ-ნელა ჩვენი სანახებო პამინდორიც მწიფდება. უკვე ლამის ჩემს სიმაღლეები არიან, ზოგი ცოტა უფრო მაღალიც. არც პირობა დამოიწყებია. მალე თესლის შეგროვებას დავიწყებ და ვეცდები რაც შეიძლება მეტი ავიღო და ბევრს გაგინაწილოთ. რაც შეეხება კითხვებს, ორი ტიპი შეკითხვა იყო. ერთი კითხულობდა როგორ უვლიო, მეორე როგორ წამლავო. ორივეს გეტყვით. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ეს ადგილი დაუხნავი მიწა იყო და დაუხნავ მიწაზე დავდგე პომიდორები. მიწის ბურღი რო არის, აი მით გავბურღე და იმ ამოთხილებში ჩავრგე უკვე პატარა ჩითილები. მერე დაიწყეს უკვე ზრდა. რაც შეეხება შეწამლას, მხოლოდ ბორდო. ერთი ჩაისკოვზი 1 ლიტრაში. ოღონდ ყოველი წვიმის შემდეგ, იმიტომ რომ წვიმა რეცხავს და თუ წვიმამ ჩამორეცხა, მე უკვე ფოთლები ესე ჯამრთელი აღარ ექნება, იმიტომ რომ მზე დაწვავს. სასუქს არანაირს ავხმარობ, მხოლოდ მოსვენებული მიწა, შარშანაკ ბოსტანი არ იყო. წელს კი პირველი წელია, როცა ბოსტანი გავაკეთე აქ. გაისად, არ ვიცი, შეიძლება აქ ისევ აქ დავდგო, მაგრამ მიწას უკვე შევუცვლი. იგივე ადგილს აღარ გავიმეორებ. მონაცვლეობას გავაკეთებ. მაგრამ დაუხნავა მიწამ გაამართლა. დაუხნავი იმიტომ მქონდა, რომ ცუდი ამინდი იყო და მიწას ფიზიკურად ის ხელის სახნავები რო არის ვერ დახნავდა და ამიტომაც გადავწყვიტე რომ აი ესეთი ექსპერიმენტი გამეკეთებდან და გაამართლა კიდევაც.